არ შეიძლება ევროპელი ელჩები თავს წარმოაჩენდნენ ქართული საზოგადოების წინაშე როგორც სიძულვილის ელჩები. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მისივე თქმით, ქართველი ხალხის თვალში ევროპული ბიუროკრატია ასოცირდება რადიკალიზმთან, ძალადობასთან, დემოკრატიის უგულებელყოფასთან. ხელისუფლებისგან განსხვავებით, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნება თავს ესხმის დიპლომატიურ კორპუსს. ევროკავშირის ელჩი ყოფილა საქართველოსთვის დამაზიანებელი, ხო? ანუ ევროკავშირის ელჩი საქართველოს წინააღმდეგ რაღაცა ცუდს აკეთებს. ყველა ელჩი, რომელიც არის საქართველოში აკრედიტებული, მოწონს ხელისუფლებას თუ არ მოწონს ხელისუფლებას, ყველას ხვდება ელჩების ფუნქცია არ არის ვიღაცის განცხადებებს გაემიჯნოს არ გაემიჯნოს. ისინი აქ არ არიან საქართველოში მოქმედი, ასე ვთქვათ, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ნაწილი. ისინი აქ წარმოადგენენ თავიანთ მთავრობებს და იღებენ ინფორმაციას ჩვენი საზოგადოებისგან. ევროკავშირის ელჩი გააკრიტიკო იმის გამო, რომ ხვდება ახალგაზრდებს და ესაუბრება მათ იმაზე, რომ როცა ეს საჭიროა მათ დემოკრატიული და კანონის ნორმების ფარგლებში შეუძლიათ პროტესტი გამოხატონ, მათ შორის, რა თქმა უნდა, ეს ვერანაირად ვერ შეფასდება ძალადობისგან მოწოდებას. ჩვენ ევროპა არ არის მოძალადე. მოძალადე არის რუსული ოცნება, რომელიც ჩვენს თვალწინ ძალადობს ადამიანებზე და მათ უბრალოდ მორალური უფლება სხვის ძალადობაზე ელაპარაკონ, მით უფრო ევროკავშირის და ევროკავშირის საქართველოში წარმომადგენლების ეს ნამდვილად არის უდიბრობა. რამდენჯერ უნდა ვახსენოთ ვენის კონვენცია და შევახსენოთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, რომ პოლიტიკაში ჩარევის უფლება მას არ აქვს. და გამოუგნებელია, როდესაც მას შემდეგ, რაც წინა დღეს ელენე ხოშტარიამ ჩაედინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული და დააზიანა არჩევნებში მონაწილე პარტიის საარჩევნო ბანერები, ამ პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის შემდეგ, როგორც ჩანს, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით დადასტურება არის საჭირო, რა თქმა უნდა, თავად ელჩის მხრიდან, არა ოფიციალურ შეხვედრაზე, მაგრამ პირად შეხვედრაზე იწვევს ექსტრემისტ პოლიტიკას. ზუსტად ასეთი ან დაუფიქრებელი ქმედებები, ან დაფიქრებული კიდევ უფრო უარესი თუ კი ეს წინასწარ დაფიქრებული, ჩაფიქრებული და გააზრებული არის ქმედებები ახალისებს ექსტრემიზმს საქართველოში. რაც შეეხება ჰოლანდიის ნიდერლანდების ელჩის შეხვედრას ხოშტარიასთან, ეს არის სხვა არაფერი თუ არა რადიკალიზმის მორიგი წახალისება, ეს არის რა თქმა უნდა ვენის კონვენციის უხეში დარღვევა, ეს არის პირდაპირი ჩარევა დემოკრატიულ არჩევნებში, რა თქმა უნდა ელჩები ასე არ უნდა იქცეოდნენ, არ ეკადრება არც ერთ ელჩს ასეთი საქციელი.